წინა ხელისუფლების პერიოდში ჩადენილ დანაშაულებებზე მთავარ პროკურატურას მნიშვნელოვანი მასალები აქვს. ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა რუსთავიორის გადაცემა პოსტსკრიპტუმში ისაუბრა. ჩვენ ვიხილეთ ცოცხების აპყრობილეში, ვიხილეთ ჰომოსექსუალთა შანტაჟი, მაგრამ ჩვენ გვაქვს უამრავი სხვა ტიპის ინფორმაცია და მასალები, რომლის უბრალოდ გაფიქრებას კი ადამიანს შეზარავს, განაცხადა არჩილ კბილაშვილმა. მისივე განმარტებით აღნიშნულ განცხადებას ახლა კადრებით ვერ დაასაბუთებს, მაგრამ ამბობს, რომ წინა ხელისუფლების ავადმყოფური ქცევის ფანტაზიას დასასრული არ აქვს. რაც შეეხება უშუალოდ სექსუალურ უმცირესობათა პირადი ცხოვრების სამსახურ კადრებს, მთავარი პროკურორის ინფორმაციით გამოძიებას მსგავსი 80-ზე მეტი ვიდეო მასალა აქვს. ეს მხოლოდ იმას მიანიშნებს, რომ მასშტაბები ასეთი მოქმედებების ძალიან დიდი იყო, აღნიშნა მთავარმა პროკურორმა. ვიხილეთ ცოცხები საპყრობილეში. ჩვენ ვიხილეთ თქვათ ჰომოსექსუალური ასეთი შანტაჟი თავისუფლებაში, მაგრამ ჩვენ გვაქვს უამრავი სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია და მონაცემები, რომლის უბრალოდ გაფიქრება ადამიანს შეზარავს. შემიძლია გითხრათ, ეს ახლა კადრებით არ იქნება თანხლებული ჩემი საუბარი, მაგრამ წარმოვიდგინეთ, როდესაც პატიმარს აყურებინებენ მისი ოჯახის წევრის გაუპატიურებას. წარმოიდგინეთ შემთხვევა, როდესაც ყელამდე მიწაში ადამიანს ფლავენ და მის თავზე, ასე ვთქვათ, ბუნებრივ მოთხოვნილებებს იქ მოყოფილებენ. ავადმყოფური ქცევის ფანტაზიის სასრული აქ არ არის. ჩვენ საოცრად არაადეკვატური, საოცრად არაპროგნოზირებადი და ძნელად განსაჭრეტი, ასე ვთქვათ, რეალობის ხილველები ვართ, როდესაც ამ ყველაფერს ვაწყდებით, მაგრამ უკვე გაკვირვების სიმპტომიც კი გვიქრება, რამე თუ ეს ყველაფერი ხდებოდა ჩვენთან, აქ ჩვენს სახელმწიფოში.